ეს მარო მაყაშვილია, ოღონდ ბავშვობაში, ვინ წარმოიდგენდა, რომ 19 წლის მარო გმირი გახდებოდა? დღევანდელი სასაუბრო თემაც კი მარო მაყაშვილია. რა მოხდა სინამდვილეში, რატომ აღიარეს იგი გმირად? გაცეცხლილი თოვლია, ქარი ბორგავს, მთებს შორს თბილისისკენ, ღამით ისმის იარაღის სროვა. წითელი არმია უკვე შემოჭრილია საქართველოში. წინ ახალგაზრდა გოგონა, თეთრი სახით და მტკიცე მწერით. თავზე შემოხვეული აქვს შალი, ხელში პატარა ჩანთელი საბნები უჭირავს. ეს არის მარო მაყაშვილი, 19 წლის სტუდენტი. ის მიდის არათუ ბრძოლისთვის, არამედ იმისთვის, რომ დაჭრილებს დაიხმაროს. ტყუების ხმა ახლოს ისმის, მარო მუხლებზე ჩაცურებულია, მიწაზე წაქცეულ ჯარისკაცს სისხლს უმშრალებს და ამშვიდებს. გაუძელი ძმაო, მალე გადაგივლის. სწორედ ამ დროს ტყუის ხმა გაისმის. დარტყმის ხმა ქარში იკარგება. მარო ნელა ეცემა თოვლში. იგი კი თოვლში ჩაეფლო, მაგრამ იმ წამს თითქოს ყველა მას უმადლოვდა. დიახ, ეს მარო მაყაშვილია, ის გმირია. ამბობენ, რომ როდესაც მარო ბრძოლის ველზე დაჭრილებს ეხმარებოდა, ის ბოლომდე არც ერთს არ ტოვებდა, არც ერთ მებრძოლს, ის ყველას ეხმარებოდა და როდესაც მეუბრებმა მკვდარი იპოვეს, მას თან ხელში საბანი და წამალი ჰქონდა. მეუბრებმა, როცა მისი სხეული იპოვეს, თქვეს, ეს გოგონა როგორც ანგელოზი ისე მოვიდა ჩვენთან და ისე წავიდა ჩვენგანო. ხშირად ხალხი ამბობს, რომ საქართველოში უნდა იყოს 19 ლარიანი კუპიურა, რადგან მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში დაიღუპა, როცა სამშობლოს იცავდა. ეს ნამდვილი კუპიურა არ არსებობს, მაგრამ იდეა სიმბოლურად გავრცელდა, თითქოს ასეთი ფული უნდა იყოს სიყვარულის, მამაცობის და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლო. ზოგიერთ მხატვრონმაც კი დახატა 19 ლარიანი ბანკნოტის მონახაზები, სადაც გამოსახულია მარო მაყაშვილი სამხატვრო ფორმით, ყვავილებით ან ჯარის ფონზე. ეს დღეს უკვე ლეგენდად და პატრიოტულ სიმბოლოდ იქცა. მარო მაყაშვილი ითვლება ქალთა თავდადების და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ. მას ხშირად ქართველ ჟანა-დარკს უწოდებენ. საქართველოს ისტორია მას იხსენებს როგორც გმირს, რომელმაც სამშობლოსათვის თავი გაწირა.